სიცოცხლის და მშვიდობის რა მოგახსენოთ, ჩვენ და სამწუხაროდ თბილისი ახლა მკვლელობების და კრიმინალის სათარეშო სივრცეა. საკუთარ დაბადების დღეზე თბილისის ცენტრში, მტკვრის სანაპიროზე რიყესთან ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით სავარაუდოდ გულმკერდის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად 21 წლის სპორტსმენი გიორგი ახალაია გარდაიცვალა. მას სწორედ დღეს შეუსრულდა 21 წელი. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ბარს სახელოსნოში საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნის საორგანიზაციო საკითხზე მარტო იყო მისული და კონფლიქტი ამ დროს ბარში მყოფ პირთან ან პირთა წრესთან მოხდა. კონფლიქტი ბარის გარე ტერიტორიაზე გაგრძელდა, რაც მკვლელობით დასრულდა. სისხლის კვლავი მკვლელობის ადგილას ამ დრომდე ეთყობა. პერიმეტრზე არაერთი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, რომლის ჩანაწერებიც გამოძიებამ დიდი ალბათობით უკვე ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სულ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მკვლელობაში ეჭმიტანილი ერთი პირი 2006 წელს დაბადებული დაკავებულია. მე ბავშვობის მეგობარი, რომელთან ერთადაც ძალიან დიდი ხანი მოვდიოდი. შიგნით დაიწყო და გარეთ გაგზავნა. იყვნენ ახალგაზრდა ადამიანები, რომელთაც მოვიდათ კონფლიქტი. როგორც მეცხრას ეგრეა, გულის არეში მენაო დაზიანება მიღებული. ძალიან დიდი რაოდენობით სისხლის დიოდა და ვერ შეჩერდა როგორც ვთქვი სისხლის ასაკა დენა და მივიღეთ ფატალური შედეგი. ჩვენ დროს აქ ხისმარე იყო ჯერში კიდე მე რა მოხდა მე გავიკეთ ჩვენს რა პოლიცია მუშაობდა ხო ადგილზე ალბათ ხო პოლიცია იყო ალბათ მოვედი გადაკეტილი იყო ეს ხარი და ეგ იყო და ეგ დიახ კამერები თუ გაქვთ დაყენებული თუ ამოიღეს საით თუ ჩანს ანუ ჩვენთან პოლიცია ჯერ არ მოს თუ მოვა არ არის